ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. სამართალდამცავებმა ნივთკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი რაოდენობით მეტადონი, ალფა პვპ, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა და მცენარე კანაფი. ხატია ჯამალაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში, ის მუშაობს თემაზე დილიდან და მისგან უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ. ხატია გისმენთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამთენიისას ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული 121 პირიდან 59 სხვადასხვა ფორმით ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი მტკიცებულებები მოეპოვებინა სისხლის სამართლის საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უწყებამ აწარმოა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერები, რომელიც ახლა საქმეს მტკიცებულებების სახით აქვს დართული. ასევე ჩატარდა საკონტროლო შესყიდვებით. ამის ამსახველი ვიდეო მასალა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვიხილეთ. ასევე ჩატარებული არის ჩხრეკები დაკავებული პირების საცხოვრებელ სახლებში, ამოღებული არის როგორც სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ასევე ნარკოტიკული საშუალებების სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტროსასწორები და შესაფუთი მასალები. ამოღებული არის თანხაც, რომელიც სავარაუდოდ ნარკორეალიზაციის შედეგად არის მიღებული. პოლიცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ასევე დაკავებულები არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით სამართალდამცველებამ მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ნივთკიცება დამოიღეს. სამართალდამცავება ბრალდებულების პირადი საცხოვრებლების სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპიული ნივთიერები. მათ შორის მეთადონი, ალფა პვპ, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარეული კანაფი და სხვა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემები. საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა 5000-მდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისმგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ საპოლიციო დანაყოფები მომავალშიც კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებენ. დაკავებული 121 პირი სხვადასხვა დროებითი მოთავსებების იზოლატორებში არიან ახლა გადანაწილებულები, მათთან ადვოკატები ეტაპობრივად შევლენ, მოინახულებენ. მოგვიანებით მათ უკვე ბრალი ოფიციალურად წარედგინებათ. კანონით დადგენილ ვადაში კი სასამართლო მათ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირებს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მადლობა ხატია ჯამალაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.